მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში. ჩვენ ისევ ტრადიციულად ვიმყოფებით აჭარის მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 257 დღეა საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ და თქვენ იცით ამ აქციების მთავარი მოთხოვნა ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საქართველოს დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე. რადგან როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ისინი აჩერებენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ამ განცხადებას მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების მასობრივი მღელვარება, პროტესტი, როგორც იცით, 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ასე გამოხატა პროტესტი ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს აჩერებდნენ. რადგანაც როგორც იცით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და გასული წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკებების გახსნის პროცესი და ინტეგრაციის პროცესი უნდა გაძლიერებულიყო, თუმცა ამის მიუხედავად, ამის საპირისპირო ნაბიჯი გადადგა ქართულმა ოცნებამ და ევროინტეგრაციის ნაცვლად ქვეყანაში დაიწყო ფაქტობრივად ევროპისგან იზოლაციის პროცესი და ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებში აშკარად გამოიკვეთა ლოიალობა კრემლის რუსეთის მიმართ, ოკუპანტი ქვეყნის მიმართ და ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა გაძლიერდა. ბუნებრივია, ამ რიტორიკას, ამ პოლიტიკას არ ეთანხმებიან საქართველოს მოქალაქეები, რადგანაც თქვენ იცით, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობა და აზრი არის ის, რომ საქართველო უნდა გაერთიანდეს ევროსტრუქტურებში, უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, რათა გათავისუფლდეს ეს ქვეყანა საბოლოოდ რუსული გავლენებისგან, იმ ოკუპანტი ქვეყნის გავლენებისგან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი აქვს უკვე ოკუპირებული და საოკუპაციო ხაზი აქვს გავლებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. აღიარებული აქვს სეპარატისტული რეგიონები, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და საქართველოს ყველა გადაწყვეტილებას ასე ვთქვათ, არსად არ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციაში გაწევრიანების პოლიტიკას და ახლა ვხედავთ, რომ ის ფაქტობრივად ღიად ერევა საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში და ცდილობს კრემლის გავლენები გააძლიეროს ამ ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ საპროტესტო აქციებზე ქართული ოცნების ხელისუფლებამ დააკავა 65-მდე ადამიანი, მათ შორის შემდგომში და მოგვიანებით დააკავეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, 8 პარტიის ლიდერი იმყოფება ციხეში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ გამოცხადდნენ თეატრო ლუკიანის მიერ შექმნილ არალეგიტიმურ კომისიაზე, საგამოძიებო კომისიაზე, ასე რომ ვთქვათ, და ამ მიზეზით დააპატიმრეს ოპოზიციური პარტიის ლიდერები. დანარჩენები, ვინც არიან სინდისის პატიმრები, არიან საპროტესტო აქციებზე დაკავებული. ასევე დაკავებულია, როგორც იცით, ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, მას 2 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა მზია ამაღლობელის დანაშაული და პრინციპში ის არც იყო სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თავისუფალი მედიის დამფუძნებელი უნდა იყოს ციხეში და არა გარეთ. თქვენ იცით, რომ ამ პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა ამ თვეების განმავლობაში, გარკვეულ ნაწილს უკვე მიუსაჯა რეჟიმმა 4 წელი და 6 თვე, 8 თვე ძირითადად ასეთია ხოლმე სასჯელები და ასევე მიმდინარეობს 8 ადამიანის და კიდევ 11 ადამიანი, ეს ორ ჯგუფად არის ასე დაყოფილი.
ზვიაცეცხლაძეა, მაგალითად ბათუმელი ზვიაცეცხლაძე აქტივისტი, იმ 8 აქტივისტის 8 პატიმარის ჯგუფში და ასევე არის მეორე ჯგუფში სანდრო ჭიჭინაძე, რეზო კიკნაძე და ასევე სხვა ცნობილი აქტივისტები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დააკავა ქართული ოცნების რეჟიმმა. დღეს იყო ასევე აი ამ 11 სინდისის პატიმრის სასამართლო პროცესი, რომელშიც შედის რეზო კიკნაძე და მე მინდა რომ წაგიკითხოთ მისი დღევანდელი სასამართლოს ხდომაზე გამოსვლის სიტყვა, სადაც ის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. რეზო კიკნაძემ დღეს თქვა, რომ მე თავს არ ვთვლი გმირად, რადგან ვაკეთებ იმას, რაც ჩემი ვალი იყო. გმირები ხართ თქვენ, რომ აი ამ სასამართლო ამ პროცესების დაწყებიდან დღემდე იბრძვით, სწორედ დაუმორჩილებლობაა უსამართლობის წამალი, განაცხადა დღეს რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე. ის ასევე ამბობდა, რომ არ შემეძლო არ ამემაღლებინა ხმა იმის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდებოდა. და თუ ეს ჩამეთვლება დანაშაულად, მზად ვარ ვაგო პასუხი. ამბროსი ხელაიამ თქვა ეს თავის სასამართლოზეო რუსული რეჟიმის მიერ დახვრეტილი პატრიარქის სიტყვები გაიხსენა რეზო კიკნაძემ თავის სასამართლო პროცესზე და აი ამას გაუსვა ხაზი, რომ სწორედ ამბროსი ხელაიაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის დასაჯა რუსულმა იმპერიამ და დახვრიტა საქართველოს პატრიარქი. ასევე რეზო კიკნაძე და ასევე სხვა პოლიტპატიმრებიც ბუნებრივია აღნიშნავდნენ ამ სასამართლო პროცესზე, რომ ვერ გაგვტეხავთ და ვერ დაგვიმონებთ და არც ქვეყანას გაგარუსებინებთ. აი ასეთი იყო რეზო კიკნაძის და მისი თანამებრძოლების პოზიციაც. და ასევე მან ამ თავის სიტყვაში ახსენა ბუნებრივია მზიამაღლობელიც და მან თქვა, რომ სანამ მზიამაღლობელი არის ციხეში, მანამდე ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ეს ბრძოლა შევწყვიტოთო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ თქვენ იცით ალბათ, რომ რუსული პროპაგანდა საუბრობს იმაზე, რომ აი თითქოს ევროპა ართმევს ეროვნულ იდენტობას, ერებს, თითქოს ადამიანებს აძალებს რაღაც ერთქესიანთა ქორწინებას და ასე შემდეგ და ქართული ოცნების მთელი რიტორიკა, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა არის აგებული ამაზე. და სწორედ ამასაც გამოეხმაურა რეზო კიკნაძე და მან თქვა, რომ აი კაცების გათხოვების კი არ უნდა გეშინოდეთ, არამედ იმის, რომ ირაკლი გებუაძისა და ვაჟა თოდუასნაირები არ დაიბადოსო. აი ამის გეშინოდეთო, ამას გაუსვა რეზო კიკნაძემ ხაზი. და მან ასევე აღნიშნა, რომ მეც და სხვები, ჩვენი თანამებრძოლები ისჯებიან იმის გამო, რომ ევროპას თვლიან მეგობრად და რეალურად მართლა არის ევროპა ამ ქვეყნის მეგობარი, რადგან დამოუკიდებლობის დღიდან მოპოვებული სწორედ ევროკავშირის ქვეყნები და დასავლეთი ეხმარებოდა საქართველოს არა მარტო ფინანსურად, ასევე ხელს უწყობდა ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებას და ევროკავშირი თავის მისიასაც კი ახორციელებდა და იმაზე მეტი მონიტორინგი აქვს განხორციელებული საოკუპაციო ხაზთან, ვიდრე ამას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები აკეთებდნენ. და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა, მათ შორის კობახიძე საოკუპაციო ხაზთან, არასდროს და როდესაც ჟურნალისტებმა მას კითხეს თუ რატომ არ ჩადის საოკუპაციო ხაზთან, მან გაიკვირვა კიდეც, რომ რატომ უნდა ჩავიდეს საოკუპაციო ხაზთან. აი ასეთი კაცი დღეს ამ კაცს ქვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მართალია საქართველოს მოსახლეობისგან არაღიარებული პრემიერ-მინისტრი, რადგანაც ქართული ოცნების დღეს არსებული ხელისუფლება არის არალეგიტიმური, რადგან მას არ აქვს ნდობა და აღიარება გამოცხადებული არც საქართველოს მოსახლეობისგან და არც საერთაშორისო საზოგადოებისგან, პარტნიორებისგან არ აქვს ეს აღიარება მიღებული. ასევე დღეს გავრცელა ბრიტანეთის საელჩომ
განცხადება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებასთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურამ დააყადაღა მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციებს ბრალად სდებენ აერწინაღების შეძენას საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებისთვის. და ბრიტანეთის საელჩო შეშფოთებას გამოხატავს ამასთან დაკავშირებით და ისინი მოუწოდებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების დევნა, შევიწროება ამ ქვეყანაში და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნაც, რადგან მათი განცხადებით ეს პირველ რიგში დააზიანებს ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვის უფლებებსაც იცავდნენ ამ წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები, უფასო ადვოკატირებას უწევდნენ სასამართლო პროცესებში და ასე შემდეგ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 9 თვეა უკვე რაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება, ეს აქციები იმართება თითქმის ყველა ქალაქში, არ დარჩენილა ქვეყნის არც ერთი კუთხე და ქალაქი, სადაც მოქალაქეები არ გამოვიდნენ და არ გამოხატეს თავიანთი ღია პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში და რომ ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების პრორუსულ კურსს და რა თქმა უნდა წინააღმდეგი არიან იმ რეპრესიული პოლიტიკის, რომელსაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს ქართული ოცნება. ჩვენ შევეცდებით, რომ აქ მყოფ ადამიანებს გავესაუბროთ, მოვისმინოთ მათი აზრიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მოგასმენინოთ მოქალაქეების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დგანან ქუჩაში და რა მოლოდინები აქვს ამ პროტესტიდან გამომდინარე. მოგესალმებით, ბათუმელების ჩართვაში ხართ. როგორ მოგმართოთ? თამარი. ქალბატონო თამარ, ჩვენს მაყურებელს ვესაუბრებოდი იმასთან დაკავშირებით, რომ მე-9 თვეა ქვეყანაში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, ადამიანები ითხოვენ ახალ არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებს, რადგანაც როგორც ვიცით, არ არის წინა წლის ჩატარებული არჩევნები აღიარებული, რადგან როგორც ვიცით, ფუნდამენტური უფლებები დაირღვა ამ არჩევნებზე, საყოველთაობის პრინციპი არ იყო დაცული და ასევე არც ფარულობის პრინციპი იყო, ფარულობის პრინციპიც იყო დარღვეული. თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქე, რას ფიქრობთ ამ პროტესტთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რეჟიმმა გაიგოს საკუთარი მოქალაქეების ხმა, ქართველი ხალხის ხმა და ის თუ რას ითხოვს ეს ხალხი და ვთქვათ ხალხმა აიღოს ბოლოს და ბოლოს, ასე რომ ვთქვათ, ძალაუფლება ამ ქვეყანაში და არა იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელსაც უნდობლობას უცხადებს ქართველი ხალხი. კი ბატონო, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვდგავართ აქციაზე, ჩვენ თბილისიდან ვართ ახლა ამ წუთაში ჩამოსული, მაგრამ თბილისში პირველივე დღიდან ვდგავართ აქციაზე და ვაპროტესტებთ პირველ რიგში რუსულ ხელისუფლებას. ჩვენ გვყავს რუსული პუტინის მიერ კონტროლებული ხელისუფლება და სირცხვილია დღევანდელ დღეს საქართველოში საკონტროლებდეს პუტინი. ეს არის უდიდესი სირცხვილი ქართველი ხალხის. მეორე საკითხი არის ის, რომ გვყავს საოცრად კორუმპირებული ხელისუფლება და ის ცდილობს დაამყაროს დიქტატურა და დაამყაროს საქართველოში ფეოდალური წყობილება, სადაც მთავარი ბატონი იქნება ბატონი ბიძინა, დანარჩენი მისი კორუმპირებული მაკონტროლებლები იქნებიან ფეოდალები და ხალხი იქნება გაჭირვებული და ჩვენ მთავრობა არ ზრუნავს ხალხზე. შესაბამისად, მათ არ აინტერესებს კანონი, გასული არიან კანონის ზონიდან და არც წინა არჩევნები იყო ლეგიტიმური და არც მომავალში ჩაატარებენ ისინი არჩევნებს, თუ კი ხალხი არ გამოფხიზლდება, არ გამოვა, არ დაიცავს მის კანონიერობებს. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირად დანებებას, ჩვენ ვერ ჩავაბარებთ ჩვენს ქვეყანას ვერც პუტინს და ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ბატონებში და ფეოდალიზმში ეს დიდი ხნის წინ დავასრულეთ. ჩვენ გვინდა ევროპული და ცივილური მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, ჩვენმა შვილებმა
და მომავალმა თაობებმა იცხოვრონ ცივილურ ქვეყანაში. შვენიერი ლოზუნგი აქვს აქციას. ეს ქვეყანა ჩვენია. მე მოვუწოდებდი ყველა თქვენს მაყურებელს მოვიდეს და დაიცვას ეს ქვეყანა და ნამდვილად ეს ქვეყანა გახადოს ჩვენი. აი სინდისის პატიმრების თავიანთ წერილები სულ ეხმიანებიან ხო საზოგადოებას და რეზო კიკნაძეზე ვსაუბრობდი ცოტა ხნის წინ და ისიც ამბობს რომ მე ჩემს პატიმრობაზე მეტად ის მეწყინება თუ ქართველი ხალხი არ გამოვა გარეთ და არ დაიცავს ამ ქვეყნის მომავალსო რატომ არის მნიშვნელოვანი დღეს ქუჩაში დგომა ვთქვათ და არა სახლში ყოფნა, რას კარგავენ ის ადამიანები ამით, ვინც ფიქრობს, რომ სხვისი გადასარჩენია ეს ქვეყანა და თუნდაც მათი შვილების მომავალი. რა თქმა უნდა, ხა სინდისის პატიმრების ეს იყო პროცესი და დასმასი პროცესები იქნება ქალბატონი მზია ბათუმიდან არის და ყველა ხედავს მათ თავგანწირვას. შესაბამისად ისინი მისაბაძი მაგალითია დანარჩენი ადამიანებისთვის მათმა ჩვენს ქვეყანაში ეწერეს თავისუფლება, ყველაზე ძირფასი რაც კი ადამიანს გააჩნია და ეს არის მაგალითი და ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს ეს მაგალითი. ხშირად მისაუბრია ხალხთან აქვთ ნიფილიზმი, რომ აი ეს მთავრობა თუ წავა ვინ მოვა, რა მოხდება, ანუ ჩვენ ამას უნდა დავანებოთ თავი, სანამ ჩვენ საზოგადოება არ იქნებით აქტიური, არ მოვთხოვთ ყველა მთავრობას მოიქცეს შესაბამისად და იმუშაოს ქვეყნისთვის და ხალხისთვის, იქნება ესეთი უიმედობა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ გამოვიდეს ქუჩაში, დაიცვას თავისი უფლება პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვიშოროთ რუსული ხელისუფლება, რომელსაც ყავს უკანონო ტყვეები დაკავებული და ყველა მოქალაქის სირცხვილით არის ეს ისინი სახლში ზიან, კაფეებში ზიან, რესტორნებში ზიან და ჩვენი მოქალაქეები და ახალგაზრდა ბიჭები ყავს ამ ხელისუფლებას ტყვეობაში. ამიტომ ამის შემგოებლობა ქართველისთვის არის ძალიან დიდი სირცხვილი და ეს უნდა დავასრულოთ და ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი გასაკეთებელია, ჩვენი სამოქალაქო ვალია და ჩვენი სამოქალაქო ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე უნდა მოვიხატოთ ასე რომ ვთქვათ. ჩვენი ბრძოლის ხაზი გადის აქციებზე, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არ წავა არჩევნებით და არ წავა მშვიდობიანად. ეს არის გამორიცხული ჩემი აზრია და მე მგონი რომ ესეა. ამიტომ აუცილებლად ყოველ შემთხვევაში ის რაც ხდება დღეს, ეს უნდა დავაპროტესტოთ და მომავალში ვნახოთ თუ მომავალი ხელისუფლება მოიქცე უცბად იმასაც შესაბამისად მოვთხოვთ პასუხს. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ მოსაზრება. მეგობრებო, თქვენც ხომ არ გაქვთ სურვილი რომ ჩაგვრთოთ, მოგესალმებით. ბათუმელების ჩართვაში ხშირად უსვამენ ხას, აი როცა ამბობენ რომ ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთ, ამას უდრებს ხოლმე ქართული ოცნება და რაღაც წარმოუდგენია რომ რაღაც იქნება, ვთქვათ, დაპირისპირება და ასე შემდეგ, ხო, უფრო აზვიადებს თითქოს ამის უკან მოიაზრებს რაღაც ძალადობრივ მოქმედებებს და ასე შემდეგ, ხო? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორც საქართველოს მოქალაქეს დამხობა, ასე რომ ვთქვათ, არსებული რეჟიმის რა გზავნილს გაუგზავნით უნდა თქვათ მოქალაქეებს და რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, რომ თითქოს რაღაცნაირად გაყინულია ქართული ოცნება, თქოს არაფერი არ ესმის, არაფერზე არ რეაგირებს მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი ქუჩაშია და ითხოვს რომ მათ დატოვონ ხელისუფლება და ქართველ ხალხს დაუთმონ ასპარეზი, ასე რომ ვთქვათ. თუ ვინმეს მხრიდან ძალადობაზეა საუბარი, ეს არის ერთადერთი ძალა ამ ქვეყანაში და ეს არის თავად ქართული ოცნება. მოძალადეც თვითონ არიან, ქვეყნის დამამხობლებიც თვითონ არიან და ამ პროცესების გამომწვევიც თვითონ არიან. როდესაც ქვეყანაში მოშალეს ყოველგვარი სამართლებრივი სახელმწიფოს ცნება, ადამიანის უფლებები გათელეს ფეხქვეშ, სამართალი არ არსებობს, მე თვითონ გახლავართ გათავისუფლებული საჯარო მოხელე თბილისის მერიიდან და სრულიად წარმოუდგენელი ამბები დაატრიალეს და ეს არის რეაქცია საზოგადოების მათსავე ძალადობაზე, მათსავე მავნებლობაზე, მათსავე ღალატზე და მათსავე ზუსტად ქვეყნის დამხობაზე. თუ ვინმე ამხობს ქვეყანას ამხობს ქართული ოცნება, ქვეყანას ამხობს თავისი მოღალატეობრივი საქციელით,
ოკუპანტის პოლიტიკის გატარებით და პირდაპირ მათგან არიან ხელდასმული, იმიტომ რომ ამას სხვა არანაირი ახსნა არ აქვს, რასაც ისინი საკუთარი მოქალაქეების მიმართ ახორციელებენ, ეს არის ძალადობა და დამხობა და კიდე კულტურული საზოგადოება ვართ, კიდე კარგი საზოგადოება ვართ, ესე ჯიუტად, ესე მართლაც მშვიდობიანად ამდენი დღე გავართ და ვიცავთ ჩვენ პოზიციას და სწორედ ესე ჯიუტად დავიცავთ ჩვენ პოზიციას იქამდე სანამ ამ რუსულ რეჟიმს არ გავისტუმრებთ და არ აღვადგენთ ქვეყანაში სამართალს და ეს დღე აუცილებლად სახელი შემახსენეთ? ანა კომლაძე. ანა, ისიც საჯარო სამსახურში მუშაობდით და მინდა რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზეც კითხოთ, რომ ძალიან ბევრი იმიზეზებს მაგალითად იმას, რომ აი მეც ვაპროტესტებ, მაგრამ რა ვქნა, რომ წამოვიდე ოჯახი რითი ვარჩინო და ასე შემდეგ. თუმცა მე მესმის ასეთი ფრაზებიც მაგალითად, რომ აი სამშობლოს გაყიდვა, მიტოვება შეიძლება და სამსახურის მიტოვება არ შეიძლება, ასეთი კითხვებიც გვესმის. თქვენი აზრით არის თუ არა გამამართლებელი არგუმენტი ის, რომ აი სამსახურს დავკარგავ და შვილს ვერ ვაჭმევ ხვალ. რა შეგიძლია უთხრათ მათ? რას კარგავენ ისინი სამსახურზე მეც დღეს ამ პოზიციით? ქვეყანას კარგავენ და მათივე შვილების მომავალს კარგავენ და ეს მათ ძალიან კარგად იციან. თვითონაც და არანაირი გამართლება არ აქვს უბრალოდ დუმილს მეც საჯარო მოხელე ვიყავი და არასდროს არ გავჩუმებულ ვარ, როგორც კი შემოიტანეს პირველად 2023 წელს ეს კანონი, რუსული კანონი, იმ დღიდან მოყოლებული სოციალური ქსელით იქნებოდა თუ სხვადასხვა საშუალებით მე ჩემ აზრს ვაფიქსირებდი, გამოვთქვამდი და არასდროს არ მიშლიდა საჯარო მოხელეობა ხელს იმაში, რომ ჩემი აზრი დამეფიქსირებინა და ის რომ მე დღეს გამათავისუფლეს სამსახურიდან ვერაფრით ვერ იქნება იმის საპირწონე, რასაც ვკარგავთ, ხო? ქვეყანას ვკარგავთ მართლა, მომავალს ვკარგავთ, ცივილურ სამყაროსთან კავშირს ვკარგავთ და არანაირი გამართლება არ აქვს საჯარო მოხელეების დუმილს. მე შევიძლია პიროვნულად ყველა მათგანს გავიგო, არ ვფიქროთ ისე თითქოს ვამუნათებდი ან რა უფლება მაქვს, მაგრამ მე ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ, რომ არაფერი არ უდგას წინ იმას, რომ ცუდზე თქვა ცუდია, უსამართლობაზე თქვა უსამართლობაა. მით უმეტეს იმადგან, ვინც ამას აცნობიერებს და ვინც ზუსტად იცის, საით მივდივართ. არა აქვს გამართლება დუმილს, აი როგორმე უნდა გამბედაობა მოიკრიბონ, ხო? ყველას ხო არ გაათავისუფლებენ, ყველას ხო არ გაუშვებენ, სულ ხო არ ჩამოშლიან საჯარო სამსახურს. ქვეყნის გამართულად ფუნქციონირება დგას საჯარო სამსახურზე, ხო? საჯარო სამსახური არის ფუნდამენტი სახელმწიფოსი და თუ ეს ადამიანები თავიანთ მოვალეობას მართლაც შეასრულებენ, ფიცი რაც აქვთ საჯარო მოხელეობის და არა პარტიის სახელმწიფოს წინაშე დადებული რომ ემსახურებიან ხალხს და სახელმწიფოს, დაიცავენ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს, პირდათლად აღასრულებენ თავის მოვალეობებს, მათ უნდა გაიხსენონ ეს ფიცი და გაიხსენონ, რომ მათი მოვალეობაა სახელმწიფოს მსახურება, ხალხის მსახურება და არა პარტიის მსახურება, პარტიის, რომელმაც სახელმწიფოზე მაღლა დააყენა თავისთავი და სახელმწიფოს ინტერესები ანაცვალა პარტიულ ინტერესებს, მათ ესე ოლიგარქის ინტერესებს თავიანთ კეთილდღეობას და ამას ადამიანები არ შევეგუებით. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ აქ მდგომი ადამიანები, თბილისში მდგომი ადამიანები, პროტესტში მდგომი ადამიანები ამ მოცემულობას არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით და ვიდგებით მანამ, სანამ ამ
რუსულ რეჟიმს არ გავუშვებთ სახლში. ძალიან დიდი მადლობა ანა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. სოლიდარობა მინდა დავაფიქსირო ქალბატონი მზიას მიმართ მართლაც უღრმესი აი უდიდესი გმირობის მაგალითია მედიის მიმართ მადლობას გიხდით და მართლაც სინათლე არ უნდა ჩაქრეს და თქვენ ხართ ნათელი წერტილი. მადლობა კიდევ ერთხელ მედიის სოლიდარობისთვის. გადავინაცვლებთ სხვა ადამიანებთან და შევეცდებით რომ მათაც გავესაუბროთ. შოთა ხო არ გაქვს სურვილი ბათუმელების ჩაგვერთო? მოგესალმებით. გამარჯობა. შოთა რეჟისორი ხარ, ხელოვანი ადამიანი ხარ და ბუნებრივია ყველას კარგად იცნობ ხელოვანებს ამ ქალაქში. გუშინ ქალაქი გამოეთხოვა ოთო ქათამაძეს, ხო? ხელოვანს, რეჟისორს. და დღეს სხვათა შორის წავიკითხეთ ტიტე კომახიძის მსახიობის წერილი, სადაც ის საუბრობდა როგორ დაიცალა ოფიციალური პირები, ქართული ოცნება და თავიანთი ოფიციალური პირებიანად, როგორ დაიცალენ მორალისგან, ამას ლაპარაკობს, იმიტომ რომ ეს ადამიანები სამძიმარზეც კი არ მივიდნენ ამ ქალაქში ერთ-ერთ გამორჩეული რეჟისორის და მსახიობის სამოქალაქო აქტივისტის, ასე რომ ვთქვათ, გამოსათხოვ ცერემონიაზე, ხო, რასაც დაკრძალვას და გასვენებას ვეძახით ხოლმე. რა არის ეს? რა ტიპის კრიზისს აჩვენებს ამ ადამიანებში? და რა ვიცი, რა შეიძლება ეწოდოს ამ ყველაფერს? რომ ადამიანები დაყეს პირადი ტრაგედიების მიხედვითაც, ხო? აი ჩემიანი, სხვისიანი, პარტიული, არაპარტიული და რა არის ეს? რაღაც სეპარაციისკენ მიმართული პოლიტიკა, თუ უფრო უარესია რაღაც? ისიც გარდა იმისა, რომ 20 აღარ ყავს, ამაში განსაკუთრებულ და ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ხედავ. იმიტომ რომ ალბათ არც 20 ისურვებდა, რომ არ ვიცი ვიზიარებ დირექტორზე თუ იქ რაღაცა ჭირდება. კი, ცხადია, მაგრამ მაინც ხო. ანუ ერთ კონკრეტულ ადამიანზე არის თუ რაღაც ადმინისტრაციაში საუბარი, და არ ვიცი, მაგრამ ნუ კარგი, თუნდაც ერთი ადამიანი იყოს. აქ არც ალბათ არც 20 ისურვებდა. ოჯახის არ ვიცი ოჯახის პოზიცია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ დიდი ტკივილი მიაყენეს, რომელსაც ახლა უბრალოდ ვეღარ დაადასტურეს, მაგრამ ის დაავადება, რითიც 20 გარდაიცვალა, თან ამას აქ ჰაერიდან არ ჩნდება, ეჭვი მაქვს, რომ ამას ყველაფერს მის გამოც რაც გული ატკინეს, გარდა იმისა, რომ რაღაცა თავის ქვეყნის ვედიხვალზე დიდად დარდოვდა ეს ადამიანი. კი იყო ისეთი აქტიური და ლაღი, მაგრამ სინამდვილეში მე კარგად ვიცნობდი მას, სინამდვილეში ძალიან ისეთი ემოციური ადამიანი იყო. ვფიქრობ, ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი და მისი სურვილიც არ იქნებოდა ეგ. მერე არაფერი განსაკუთრებული არ მოხდარა, თქვა აი რაღაც მორალი ახსენეთ და არა მგონია რომ აი რაღაცა ის მორალური შეუთავსებლობა არის თქვა ამ ადამიანებთან. იმიტომ რომ არაფერი ისედაც ვიცით მათი მორალური სახე და იმას ქვევით უბრალოდ ვეღარ დაეშვებოდა. ანუ ეს იმას ნიშნავდა, აჩვენებდა რომ მათ არ აქვს საერთოდ მისასვლელი პირის თავიანთ ხალხთან, ზოგადად საზოგადოებასთან. ახლა მათ რაღაცა შინაგანი ბრძოლა ქონდა თუ არა, რომ აი მივიდე, არ მივიდე, ხალხი როგორ გაიგებს. მე მგონი რომ აი მორალი ან გაქვს ან არა, რაღაცა მორალზე გადაბიჯება და შუბლის ზარღვის წხვეტა მე არ მესმის. შუბლის ზარღვი თუ გაქვს ის არ გაწყდება. ან არ გაქვს და შემდეგ ყველაფრის უფლება აქვს. უბრალოდ არიან ადამიანები, ვისაც ეს აქვს და ვისაც ეს არ აქვს და ხოცის რაღაც თუ ხოცის იმას გავაკეთებთ ალგორითმს. მე მგონი ერთ-ერთი შემადგენელი პუნქტი ესეც არის, რომ არ უნდა კონდეს ეს რაღაცა თანაგზნობა უბედურებაში, ტრაგედიაში და რა შემთხვევაც არ უნდა იყოს. ანუ ეგ სიტყვა თავისთავად გულისხმობს მაგას, ემპათიისგან დაცლას. ერთ-ერთი ეგეც არის. კიდე არ ბევრი, თლად ვერ გამოვგები ამ რაღაცა ფსიქოტიპის სახეობის, ხოცი როგორც სახეობის ასახსნელად, მაგრამ მგონი რომ ერთ-ერთი ეგ არის, რომ არ უნდა კონდეს არანაირი თანაგზნობა, ამაზე გატესტილი უნდა იყო, იმანდ რამე არ გავიგებაროს. მაშინ ეს მინდა გითხოთ, რომ თუ ნუ თქვენ კოდს ეძახით გასაგებია, თუ ეს ადამიანები ნახე, თუ კი ბატონო, დიდად არ მიყვარს, გულისხმობთ ალბათ პოლიტიკურ აზროვნებას, ხო, რაღაც პოზიციას. ქართული ოცნების კი ბატონო. თუ ეს ადამიანები, ვინც კოლექტიურად ხო შეადგენს ქართულ ოცნებას, დაცლილი არიან თქვა
ვთქვათ, სახელმწიფო აზროვნებისგან, ემპათიისგან, გაგებისგან და ასე შემდეგ, რაც ჭირდება სახელმწიფოს მართვას, როგორ შეიძლება მოიშოროს ხალხმა ამ ტიპის პარტია მართველობიდან, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, არც აღიარება აქვს ქართველი ხალხისგან და აგერ მეცხრეთვია ითხოვს ხალხი რომ წავიდნენ ესენი ხელისუფლებიდან. როგორ შეიძლება მაშინ მათ დაელაპარაკო და გააგებინო რომ მათი დრო წავიდა ვთქვათ პოლიტიკურად. თუნდაც ეს ფაქტი რომ გუშინ ალბათ ვისაც თუნდაც ფორმალურად თანამდებობურია თუ სამინისტრო იქნება თუ თეატრის ხელისუფლება უნდა მისულიყო იქ სადაც ნუ ფორმალურად მაინც რაღაცა ერთი წრე გაეკეთებინა. აი ეს ვარ გააკეთეს უბრალოდ ამ ხოლმე მხარდამჭერ ადამიანებმა რომ დაფიქრდნენ. ისე კი არა რომ რაღაც გამზადებული არგუმენტები გვესულო რომ შენ ომი გინდა და კაცია და ქვისლი რაღაცა ეს სისულელი კი არა. აი რეალურად მართლა რომ დაფიქრდეს ამ მდგომარეობაშიც კი რომ არ გამოხატა ადამიანმა თანაგზნობა. იქნებ რაღაცა არ არის. იქნებ კი მესმის ახლა როგორ ოთია მსახიობობასთან და რეჟისორთან ერთად დრამატურგიც იყო და ალბათ თავისთვის ეს ძალიან საინტერესო ამბავი იქნებოდა ეს დრამატული ისა რომ მურმალებაინძეს აქვს ლექსი მინახავს ყლელი მოკლული კუბოსა. ახლა მთლად პირდაპირ არ არის, მაგრამ ამ ქვეყანაში არსებული სიტუაციის მსხვერპლი რო არის, ამაზე შემიძლია თავი დავდო ოთია ქათამაძე წერა ახსენი რატომ. იქნებოდა რაღაც არ ვიცი, ტრაგიკომედია თუ რაღაც ტრაგედია არ ვიცი როგორ უნდა თქვა. ძალიან მძიმე შემთხვევა იქნებოდა, თუნდაც იმ ადამიანებს, რომელსაც თეატრიდან გააძევეს, ძალიან ბევრ ამაში ხელი შეუშალეს, დევნიდნენ მოკლედ არ ვიცით ალბათ ეს ყველაფერი, ანუ ვინც არის ის არაფერი აქ დაფარული არ არის, რომ როგორ საშინლად მოიქცენ ამ ადამიანებს და შეიძლება ქართული ოცნების მანდატი არ ეძო ჯიბეში, მაგრამ რაღაც სიმპათიები კონდეს, რაღაცაში აწყობდეს, კარგი. ბევრჯერ მინახავს არგუმენტი, რომ აწყობს. თითქოს ეს საკმარისი არის, რომ ეს ხელისუფლება აწყობს. აქ დაფიქრდეს მაინც, რომ ეს ასე შეიძლება, ხო არის რაღაც მესმის რომ რაღაცა პოლიტიკური თუ რაღაც ინტერესები გაქვს, მაგრამ საწყისი ყველაფერს ხო არის რაღაც ადამიანი. ჯერ ადამიანი ხარ და მე ხარ ფორსიან, თანამდებობის პირიან, მსახიობიან, რეჟისორი ასე შემდეგ. აი ამ კითხვაზე მე ძალიან მაინტერესებს ამ ადამიანების გულწრფელი პასუხი. ისე კი არა, აი როგორც დაზეპირებულად ამბობენ ხოლმე ამ ჩატში ჩაუგდებენ რაღაც მესიჯს. იქნებ პასუხი იყო ეგ არ მოსვლაც თუნდაც ამ ყველაფერზე. კი ბატონო, გეთანხმები რომ ეგ პასუხი არის. კარგი, შოთა, მადლობა, რომ გაგვიზიარეთ ბაქუმელების მაყურებელს თქვენი მოსაზრება. 247 დღეა მეგობრებო, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ პროტესტს და ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ამ ქვეყანაში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასევე საქართველოს დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე. ლევან ხორავას ვხედავთ, ყოფილ სამხედროს, რომელიც 20 დღე იყავით, ხო ბატონო ლევან, ციხეში. მას პოლიციელმა თეალაღაძემ უჩივლა Facebook-ზე. 20 დღე მანამდე ანუ სრული ერთი თვე თლიანობაში გამოგივიდათ, ხო? Facebook-ზე შეურაცხყოფისთვის და როგორ ფიქრობთ, გატეხავს პოლიტპატიმრებს რეჟიმი? თუნდაც ვინ ნახეს გატეხილი? მე ამას ვერ ხვდები რა. ვერავინ. ხოდა ვერც გატეხავენ, იმიტომ რომ ახლა ნახე ადამიანი, როდესაც სამშობლოს სიყვარულიდან გამომდინარეა, გარეთ გამოსული და ბრძოლობს, იმას ვერ გატეხავ, იმიტომ რომ სანთელი რო აინთება, რა სიბნელეც არ უნდა იყოს და რა პატარა სანთელიც არ უნდა იყოს, მაინც ნათელი მოეფინება, ხო? ანუ გამორიცხულია. აქ არის უბრალოდ ერთი ნიუანსი. სარდამდე აპირებენ, ბოლომდე ასე ვერ გაგრძელდება. ნახეთ, ოქტომბერში სრულდება 1 წელი. ხო? ანუ 1 წელია ჩვენ გვიტყამენ, ჩვენ გვიჭერენ, გაზს გვესროულებიან, გვაყლაპიებენ, ხო, რეზინის ტყუილს გვესროულებიან, ვაჯარიმებენ, ხო, 1 წელი ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩაფუტების გაკეთებასაც უკრძალავდნენ თურმე ხალხს არ უნდა გაეკეთებინათ. ანუ ამათ როგორ უნდა დანაშაულად გამოაცხადეს. ყველაფერი მაგათთვის ნებადართულია და ჩვენთვის ასე არ გამოვა რა, ასე რომ ჩემო კარგებო შეგიძლიათ გადახედოთ ძალიან ბევრი მიმართვა გავაკეთეთ პოლიციის მიმართ, პირადად ვესაუბრე სპეცნაზელებსაც, რობოკოპებსაც, გედედეს თანამშრომლებსაც. თუ საქართველოს სიყვარული აქვს, ბოლო-ბოლო რაღაცნაირად უნდა გადალახოს. და რას ვიცავთო, რა გითხრეს?
ну ახლა მათ ამტკიცებენ რომ თითქოს და სახელმწიფოს იცავენ, მაგრამ ახლა რომელ სახელმწიფოს, რომელსაც არ აღიარებს რომელ ხელისუფლებას. ამაშია რომ არაადეკვატურობაში გადადის უკვე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცივილური სამყარო და ყველა ვინც შენ გვერდით იყო და ვინც შენ გამოგიყვანა იმ მდგომარეობიდან, რაც იყო რეალურად, ხო ჩვენ ხო გვახსოვს მილიციის პერიოდი, ჩვენ გვახსოვს ჯარი დღეში იყო და გვახსოვს ზოგადად სამართალდამცავი სტრუქტურა და ვასაც სახელმწიფო არც კი იყო, ხო? ვინ ჩვენ ამ ჭაობიდან ამოგვიყვანა, იგი გეუბნება რომ შენ ხარ არალეგიტიმური და შენ მეუბნები რომ იცავ იმას, ვისაც ეუბნებიან რომ არალეგიტიმური ხარ, ვის ფეხზე დაგაყენა, ხო? ჭაობში იხჭობოდი და ამოგათრია. ვისუდგან ხარ გვერდით, ხო? ანუ მიიღო უნდა გადაწყვეტილება, თუ მიიღეთ, თუ არა, ჩვენ არ დავთვლით, იმიტომ რომ სადღეგრძელოში არაა მარტო რა, დედალფიშობლის წილხვედრი ქვეყანა და ჩვენ ქართველები, ხო, ქართველები ვარ და ვიბრძოლებთ რა და ხო და თუ ქვეყანა გონიათ ამას ხო რუსეთი ართმევთ ამ ქვეყანას ხო ოკუპაციის ხაზი გვაქვს გავლებული საკუთარ მიწაზე მარტო ახლა მე-18 საუკუნიდან ვიბრძვით ხო ახლა ბევრს მე რომ უყურებ აი ზოგადად ამას შეგნებას უყურებ ბევრს მე მგონი ბევრი იმასაც კი ვერ ხდება ერეკლე მეფე ვინ იყო აი დედას გეფიცები პრორუსი გონიათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს რუსეთთან დაგვაახლოვავ და ამას პროპაგანდირებენ თუმცა რუსეთთან უღალატა გზანის ომში ამაზე არ ლაპარაკობენ მაგალითად ამათ ერეკლე მეფე მე მგონი საქართველოს მეფე გონია მიხდით ხო ის რომ რუსეთის შემოხრიგინდა და დასავლეთ საქართველოს სისხლით აიღო ამათ ესენი რაღაცნაირად ანუ მე აი არა ადეკვატურობის რაღაც უმაღლეს მწვერვალზე არიან ასული და მე უბრალოდ ჯერ კიდევ იმას ვიტოვებ რაღაცნაირად ხო იცი წაწაღებული ხალხს ეკიდებოდაო ისე ვარ რაღაცნაირად ფიქრობ რომ ცოტა აზრზე მოვლენ იმიტომ რომ არ გამოვა ასეთ შემოგარგებულ რა ან სამშობლოს სიყვარულის გვერდით დადგებით და ჩვენ გვერდით დადგებით და ან მაშინ იძულებული ვიქნებით რომ ვიბრძოლოთ მაშინ რა არ დავთვალ ჩვენ ამ ქვეყანას რა და მე მგონი შეშინებული არავინ არა მე არ მინახია და ახლა აგერმას ანახა არ ვიცი და მე შეშინებული არ დაჭერილი და არც გამოშვებული და არც იქ მყოფი არ მინახია მე რომ გამოვედი მაშინ მე პირველად ვადრე ვიყავი ბავშვები იყო სულ ხო 18 19 20 წლის სიმღერით გამომაცილდნენ იქიდან რა ქართულ სიმღერას ვღერობდნენ ვაშკაცურ სამხედრო სიმღერებს რა ასე რომ არ გაჩერდება თავისუფლებაში დაბადებული და თავისუფლებაში გაზრდილია აი ბავშვები და ახლა ჩვენ ამათ გვერდში ვდგან მშობლები ვართ რა მასე სადაა ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება რა თავარია თქვენ სად იქნებით იმიტომ რომ შვილი და შვილიშვილი რო შეგეკითხებათ ისტორიის გაკვეთილი რო იქნება და სახში მოვლენ და ბაბუა შენ საიყავი ამ დროს და შენ იტყვი რომ მე იცი რა სამშობლოს ვიცავდი სამართალდამცავი ვიყავი იქ სკოლაში მასე აღარ ასწავლიან ასე რომ ამაზე დაფიქრდით რა მე შვილიშვილთან და შვილთაშვილთან ანუ ისტორიაში რო არ აღმოჩნდნენ იმ ჯგუფში ისეც იტყვიან რომ რუსეთთან კოლაბორაციაში იყვნენ ფილიპე მახარაძისთან სერგო ორჯონიკიძის შთამომავალი იტრაბახებს რომ იმის შთამომავალი ვარო ალბათ არა არ უნდა იტრაბახოს წესით არა გამორიცხულია ხომ არ გამიგია ვინმეს გულზე ჯიღი დაერტყას და მე იცი რა ფილიპე მახარაძის შვილთაშვილი ვარ ხო ამის გამორიცხულია ხო ბაბუ დამხრიდენო ვიტყვით ამას სიბერეში მადლობა ბატონო ლევან შემოგევლეთ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება მეგობრებო შეგახსენებთ ვინც ბათუმელების ჩართვას ახლა შემოვერთით რომ 257 დღეა რაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იმყოფება პროტესტში და ისიც რომ მოსახლეობა არ აღიარებს ქართული ოცნების დღესარსებულ ხელისუფლებას არალეგიტიმურს არაკონსტიტუციურს ეძახის ქართული ოცნების ხელისუფლებას გამომდინარე იქიდან რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული ის მაშინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გაასაჩივრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თუმცა სამწუხაროდ აი ამ შენობაში მოკალათებულმა მოსამართლეებმა არ განიხილეს არც პრეზიდენტის სარჩელი და არც ოპოზიციური დეპუტატების სარჩელი რომელსაც რეალურად შეეძლო რომ ეს ქვეყანა
არ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, თუ კი გააუქმებდა იმ არჩევნების შედეგებს და ქვეყანაში დაინიშნებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა აი ამ დათმობაზეც არ წავიდა ქართული ოცნების ხელისუფლება და დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოსახლეობას უწევს ქუჩაში ყოფნა, ასე დგომა უკვე მეცხრე თვეა იმისათვის, რომ დაიცვას თავისი არჩევანი, ევროპული არჩევანი და თავი დაიცვას აგრესორი რუსეთისგან, რომელთან ღია თანამშრომლობასაც ავლენს ქართული ოცნების ხელისუფლება და მათი რიტორიკა, მათი განცხადებები ერთ-ერთში ემთხვევა კრემლის პროპაგანდისტების განცხადებებს და ასევე კრემლიდან წამოსულ მესიჯებს, ასე რომ ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ დასავლეთი აღარ არის საქართველოს პარტნიორი და ისინი ცდილობენ სხვა პარტნიორის გამოძებნას და ერთი პერიოდი თქვეს კიდეც, რომ ჩინეთია ჩვენი პარტნიორი და ასე შემდეგ. დღეს იყო ინფორმაცია, რომ ჩინეთმაც არ მიიწვია ქართული ოცნების ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე და ესეც ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართული ოცნება რეალურად მოქცეულია საერთაშორისო იზოლაციაში და მათ არ აღიარებს არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო და ავტორიტარული სახელმწიფოებსაც კი აღარ აქვთ ღია სურვილი, ასე რომ ვთქვათ, მათთან თანამშრომლობის. მე ასევე შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციებზე 65-მდე ადამიანი იყო დაკავებული და შესაბამისად ქართული ოცნების რეჟიმს ტყვეობაში ყავს ამ დროისთვის თითქმის ამდენივე ადამიანი, იმიტომ რომ დაკავებულებიდან მხოლოდ 2 სინდისის პატიმარი გაათავისუფლეს ამ დროის განმავლობაში, ისინი ვისაც ნარკოდანაშაულს ედავებოდნენ, დანარჩენები, ვთქვათ, ვინც საპროტესტო აქციის ეგრეთ წოდებულ ორგანიზებულობას ედავებიან და აი ამ რაღაც საპროტესტო აქციებში ორგანიზებულობას ამ, ვთქვათ, სპეცრაზმელზე თუ პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, ყველა ეს ადამიანი ჯერჯერობით იმყოფება პატიმრობაში. ძალიან მალე იქნება, ვთქვათ, 8 სინდისის პატიმარის და კიდევ 11 სინდისის პატიმარის სასამართლო განაჩენები, გადაწყვეტილებები, თუმცა არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ვთქვათ, რეჟიმი ამ ადამიანებს გაათავისუფლებს და სინდისის პატიმრების განწყობაც არის ის, რომ თავარია ქართველმა ხალხმა იბრძოლოს თავისი ევროპული მომავლისთვის, იბრძოლოს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, დემოკრატიული არჩევნები და ქართველმა ხალხმა შეძლოს თავისი ისტორიული სურვილის და მიზნის მიღწევა, ეს არის საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად იყავით, გვისმენდით, გვენდობით, ჩვენგან იღებთ ინფორმაციას. მადლობა კიდევ ერთხელ ამ სოლიდარობისთვის, ყურადღებისთვის და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.